ჩვენი დღევანდელი სტუმრები ისეთი მაგრად მღერიან, ღამის 2 საათზეც რომ დასჭექონ, მეზობლები სულ ბრავო და ბის გაჰყვირიან იმის ვაგრად რომ იჭუბონ. მაშასე შეეგებეთ ჩვენი სტუმრები არიან დავით ბაქრაძე და ბარბარე ჩხიტუნიძე. გთხოვთ. მოდი. დავწავდი. კეთილი იყოს თქვენი ფეხი. ბატონო დავით და ქალბატონო ბარბარე. თქვენზე გავიგე რომ ანსამბლში უკრავთ, ხო? დიახ. თან მღერით. რა ანსამბლია ეს? თილისმა. თილისმა. ბარბარე, შენ რაზე უკრავ? მე ვუკრავ ტამტამზე, დოზე, ფანდურზე და კოვზებზეც ვუკრავ სახში ხოლმე. კოვზებზე? კოვზებზე დაკვრა როგორ არის? ვერაგის. ესე დაიჭე და ეგრე? კი, ფეხზე ვიტყავ. რა მაგარია და შენ რაზე უკრავ? მე უკრავ სალამურზე, ფანდურზე, დოზე და ტამტამზე. ყველაფერზე უკრავ ჩილო? ნუ თითქმის. და თქვენ ანსამბლში ესე ყველაფერზე უკრავს? თუ მარტო თქვენნა გაქვთ ეგეთი გატაცება რომ მრავალი ინსტრუმენტი უნდა შეისწავლოთ? ზოგი უკრავს ბევრ ინსტრუმენტზე. მართლა რა მაგარია. ვა, რა საინტერესოა, აი ბევრი ინსტრუმენტი ძალიან მაგარია. შენ ქუთაისელი ხარ, ხო? კი. მე რაფერ გესალმებიან ქუთაისში? ბარო ბიჭო, დავითია, ხო? ბარო, სიბრაშო. მასე გეუნებიან ხოლმე, ხო? ბარო, ბიჭო, დადოია. ისე შეგიძლიათ უტაიად ამიძახო, მე არა მაქვს პრობლემა. ჩემი ქუთაისელის მაკაცები მასე მიძახიან. ბაზარია რა, ბიჭო. უკრავ მღერით. დიახ. შენ ქუთაისში ხო? შენ ცეკვავ კიდეც? ანსამბლშივე? აი ფანდურს ცალკე დადიხარ კიდე ანსამბლში. რა კარგია და ქართულებს ეკავ? დიახ. რომელს განსაკუთრებით? სოლო რომელში გაქვს? ყველაში მაქვს. მართლა სოლისტი ხარ? მომისიდე და შენ საცხოვრო ქუთაისში? არა, თბილისში. აბა მაგერ აფერ გევიგო ახლა პატარა ქუთაისურად რო უხსენ. მართ. ქუთაისში დაიბადე? დიახ. ამენე მასე მითხარი, ბიჭო. დევიბენი ახლა უცო. მოდი ახლა გავარკვიოთ გარდა იმისა რომ მრავალ ინსტრუმენტს ფლობთ, კიდე რაღაცა თავისუფალი დრო გრჩებათ საერთოდ? კი. კი, და აი თავისუფალ დროს მოდი ბარბარე, შენ მითხარი დასაკეთებ. მე მძივებს აწყობ. აი გარი შენ თავისუფალი დროის დახარჯვა? კი, სახში. იჯდები მძივებზე? კი. სახსაც ალაგებ ხოლმე? ეხმარები დედას? კი. და შენ რა შვები თავისუფალ დროს? მე ფეხბურთს თამაშობ. ბატონო? ფეხბურთს თამაშობ სტადიონზე. ნუ მე ეზოში ჩავდივარ ხოლმე კიდე და მეც თამაშობ ფეხბურთს. მიყვარს. და ქალებთან ერთად თამაშობ თუ ძმაკაცებთან ერთად? ყველასთან. გოგოები არიან, ვისაც უყვართ ფეხბურთი? კი. მე ესეთი დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი ქალთა ნაკრებიც ძალიან მალე მიაღწევს უდიდეს წარმატებებს. თქვენ არ თამაშობთ ხოლმე ერთმანეთში ფეხბურთს? ნუ იშვიათად, იმიტომ რომ ვერ ხვდებით ხოლმე ერთმანეთს ხშირად. აჰა. და ანსამბლის რეპეტიციაზე არა? სანამ დაიწყება, მანამდე რომ დაწყოთ, რომ დამთავრდება მერე. ვერა. ვერა, ხო? იქ არ შეიძლება, ხო? კაცრია მასწავლებელი? ცოტა. 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 ვინ არის თქვენი მასწავლებელი? ნანა მაღლაკელიძე. რას ლაპარაკო? გამარჯობა, ქალბატონი ნანა. გაგიმარჯოთ ბატონო. როგორ გიკითხოთ? მოგვიყვანეთ ბავშვები? კი, მოვიყვანეთ ჩვენი პატარები. ეს მე რამდენი თაობაა? რა ვიცი, ალბათ ძალიან ბევრი. უამრავი ადამიანი ყავთ გაზრდილი? კი, ნამდვილად. კიდევ ვინ მოიყვანეთ, აბა? მე ჩემი მეგობრები დედიკო და ჩემი ბიძაშვილები. გიორგი და ნია. გიორგი და ნია, გამარჯობა გიორგი და ნია და დედიკო. აბა მოყევი დედიკო, ძივებს როგორ აწყობთ ერთად? მომატყუა ხო რა ჭურჭელზე წავდა რაღაცები? არა, მართლა ძალიან უყვარს. მართლა? კი, და რა იშვიათია მანდილოსაც სიურპრიზიც აქვს ამის შესახებ. რა აქვს? ჭურჭელი მოიტანე დასარეცხი შვილო? შენი აწყობილი მძივია. ეხტი მანახე. რა მაგარია. სხვათაშორის გიშერია. უი, თვალი არ მეცეს. ძალიან დიდი მადლობა. მომეცი ხელი. აი ამ ხელნებისთვის. აი. ოპა.
შენ ვინ მოიყვანე დათა? ჩემი დედა, ჩემი პატარა ძმა და ჩემი ბაბუ. დედა, პატარა ძმა და უკან ბაბუა? მაგია ქუთაისელი? ბაბუ, რა ფერ ხარ, ბაბუ? ვართ რა, სიმონ, კარგად ვართ. თავარი მაგია. აბა რა. თუნა ვიყავ და ზოგი რო არიან. ეს პატარა კაცი ვინ არის? ლუკა. ლუკა, როგორ ახარ, ლუკა? კაკა, შენ? მაგრად. მოდი. რა? აი, ამან აღარ იცის, ხედა? სახლში ვინ უკრავს ბევრ ინსტრუმენტზე? ვინმე არის? მამა და ბებია. მართლა? ბებურაზე უკრავს ტამტამზე? მამა მღეროდა ქუთაისის ანსამბლ ბაგრატში, ბებია ლუტბარი. უი, რა საპარაკოთ? ჩემი მხრიდან ძმა დედა ქორეოგრაფი, მე თვითონაც ქორეოგრაფი გახნევით. სხვადასხვა ჩემი ოჯახის მღერის, მამა მღერის, ბაბუა მღერის, ბიძა ჩემი მღერის სხვადასხვა და ერთი გოგო შენ გამოხედი, რომელიც მღერი და უკრავ. ჩემი და მღეროდა, მაგრამ თავი დაანებოდა. სხვადასხვა მე რო ჩავდივარ ხოლმე სოფელში, ბაბუა ჩემი გარმონზე უკრავს ხოლმე და მე დოლზე. მართლა? ეგ სადა სოფელში? თუ იცით ადიგენი ადიგენი საიდან უნდა ვიცოდე შვილო პირველად მესმის? თუ იცით ცნობილი აბასთუმანი კურორტი არა, არ გამიგია. გამიგია კი. ადიგენში სოფელ ბოლაჯურში მაქვს. ბოლაჯური? კარგია, კარგი. გასაგებია და დოლგარმოზე უბერავთ ხოლმე შენ და ბაბუა. დიახ. და ვინ მღერის ხოლმე? ხან მე ხან ბაბუა ჩემი, ხან მამა ჩემი. ხან სამივე ერთად. აბა მაშინ მე კითხები აღარ მაქვს, ჩემო კარგებო. მაშინ მოусვინოთ ანსამბლ თილისმას.
აღსანიშნავი ანსამბლი თილისმა ქალბატონო ნანა უღრმესი მადლობა ხელმძღვანელი ნანა მაღლაკელიძე მაყოფილები ბრძანდებით ჩვენთან სტუმრობით დიახ. რა თქმა უნდა ყველა თქვენგანისთვის ლოკომოკოს ნაკრები მაგრამ ჯერ შემოვიდეს ლომი თაში გაზრდილო ლომო გაჭრილო იალაღზე და მადლობა დიდი ეს ყველას ეს ერთი არა ასეთი ყველას თქვენ წინაშე იყო ვოკალურ ინსტრუმენტული ფოლკლორული ანსამბლი თილისმა. ბრავო